დღეს ცოტა სხვანაირი ვებინარი გვაქვს. ცოდეთ აი ჩაიგდოს ჩაწერა. ხო. ერთი პირველი რაღაცა სიტყვაზე აი მე მინდა მადლობა გადავუხადო. ხო, უკაცრავად კოლეგა, ვინ ჩამაწერინეთ საგარეჯოს მეოთხე, რომელი ბრძანდებით, კი ვერ დავინახე ზუსტად. ხო, ესე იგი გაგვიხარდება ასევე სხვა ჩვენ კოლეგებსაც თუ ექნებათ საშუალება, რომ ბავშვებთან ერთად ჩამოვიდნენ ჩვენთან, ნახონ რაღაც პირველი გამოცდილება მიიღონ STEM მიმართულებით მუშაობის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან სტუმრობა შემდეგ მასწავლებელს ეხმარება, რომ ეს პროცესი მიცეს და ბავშვებს мотиваცია გქონდათ. დღეს ესე იგი ჩვენ ვებინარს წაიყვანს ჩემი კოლეგა ეკა. ეგ არის ბიოლოგიის მასწავლებელი, ის მუშაობს ფრანგულ, როგორ ქვია, კავკასიის ფრანგულ სკოლაში, რომელიც თბილისში კერძო სასწავლებელია, თან საერთაშორისო სასწავლებელი არის, ხო? და იქ ასწავლი, ეკა რას ასწავლი? ბიოლოგია, გეოლოგიას, ცოტა ხმამაღლა უნდა ისაუბრო. ხო, უნდა შეეცადა რომ გეოლოგიას მშვიდე და მე-18 კლასში. მე-18 კლასში სტატუსი და ჩვენ ვთქვით რომ მე მგონი უფრო საინტერესო იქნებოდა რომ ჩვენი კოლეგები შემოსულიყვნენ, სხვათა შორის გავიმეორებ რომ იმედს ვიტოვებ რომ აი ვინც ესწრებით ვებინარს ასევე შეიძლება სურვილი გაუჩნდეს რომელიმე ჩვენ კოლეგას დავიკავშირდეს და გავიხარდება რომ სხვა ჩვენმა კოლეგამაც საკუთარი გამოცდილება მისი აზრით რომელი არის ესეთი აი საინტერესო ეს მსოფლიო დიდი სამეცნიერო აღმოჩენა რომელიც პრინციპში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხო STEM მასწავლებლებმა და შემდეგ რაღაცნაირად როგორ მივიტანოთ ბავშვებთან. ამიტომ აი ესე იგი ეკასთან ერთად შევარჩიეთ ის ასისტენტი არის ჩვენს პროგრამაში და შევარჩიეთ აი ესეთი თემა როგორიც არის. მე მგონი აქტუალურია ძალიან გენმოდიფიცირებული პროგრამები. თლად მე და ეკა ვერ შევთანხმდით ესე იგი სასარგებლოა თუ არა ამ გენმოდიფიცირებული პროგრამის ჭამა ძალიან აქტუალური საკითხი არის. მაგრამ ეკას ყავს ორი შვილი, ხო? თან ეხლა ეს პატარა, ხო, ეს მნიშვნელოვანი არის, მას შორის გენმოდიფიცირებული პროდუქტი ხალხი მაგაზე ნერვიობს, ხო? ხო და აი მაგაზე ეხლა შეიძლება ძლიერ დისკუსიას გავმართოთ, ხო? როგორ და რანაირად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქტივობა თან საინტერესოა. კაი, მოდი მაშინ დავიწყოთ, ხო? და მე გავაზიარებ ჩვენ ეკრანს მთლიანად. ჩვენ ვიდეოები არ აქვს ამ შემთხვევაში, ამიტომ შეგვიძლია ხმის გარეშე გავაზიაროთ. აი ჩვენ სამუშაო მაგიდას მე გავაზიარებ, აი გაზიარებ ეხლა მთლიანად და გადავალ პრეზენტაციაზე, ხო ეხლა? ხო, ამიტომ აი ცოტა ხმამაღლა და დავიწყოთ, მოდი აბა. მითხარი და მე გადავიყვან და მე ამაში დაგეხმარები რა. აი დავიწყოთ აბა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც ხედავთ, დღეს ვისაუბრებთ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, როგორც ბატონმა კახმა თქვა, მიუხედავად მრავალი წლისა, რაც არსებობს პრაქტიკაში, არ კარგავს აქტუალობას და დღემდე უამრავი იდეა და ისევ და ისევ დისკუსიის თემად რჩება. ამიტომ საინტერესო რა თქმა უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს აღნიშნული ინფორმაცია, რათა საკუთარი აზრით ჩამოუყალიბდეთ და დამოკიდებულება გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიმართ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც არის მასწავლებლის მოვალეობა ზუსტად აუხსნოს თუ როგორ მიიღებიან და რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმი. და თან იმ ჭვავე საკითხებზე დისკუსიებიც გაიმართოს მერე კლასში, რომ მე რომ ვნახე ინტერნეტში, ხო, ჩვენი კოლეგების ესე იგი გაკვეთილები ჩავწერე რა, რომ აი რა ძირითადად გაკვეთილებზე დისკუსიები წარიმართება ხოლმე. თუმცა ზოგჯერ მომეჩვენა რაღაცაში აი სიღრმეში ისე არ ჩადიან, ამიტომ მომეწონა შენი ხედვა, რომ შენ სიღრმეში წახვედ. კარგი, გადავიდეთ ხო შემდეგ სლაიდზე, კი ბატონო. ალბათ რამდენიმე სიტყვით რო ვთქვათ რა არის ბიოტექნოლოგია, ნიშნულ სურათზე ნათლად ჩანს აზრი და გამოყენება დღევანდელობაში. ბიოტექნოლოგია, როგორც უკვე მოგეხსენებათ, არის ბიოლოგიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, საკმაოდ თანამედროვე და აქტუალური დღემდე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებების ცოდნას იყენებს, იქნება ეს გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, მიკრობიოლოგია თუ ასე შემდეგ. რათა მოვახდინოთ მანიპულაცია მოლეკულურ დონეზე, ანუ დნმ-ის დონეზე, მოხდეს მისი სრული წაკითხვა, იდენტიფიცირება და გენის ტრანსფერი.
რაც რის გამოც არის წოდებული ეს განმარტივებული ორგანიზმი. ინჟინერია, ხო, აი მომენტად ჩვენ ელექტროინჟინერიაზე ვსაუბრობთ, ხო, მაგრამ ჩვენ უკვე ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ჩალევა უჯრედულ დონეზე ინჟინერული და შექმნა რაღაცა სტრუქტურების უკვე შესაძლებელია, სასწაულია. კი, ან ზუსტად გენური ინჟინერია, გენური თერაპიაც, რაც მნიშვნელოვანია და CRISPR-ს გავს გარკვეული თვალსაზრისით, დაფუძნებულია და რა თქმა უნდა ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. ანუ აქ როგორც ხედავთ, არის ნაკრატლები გამოყენებული, რადგან რეალურად როგორც უკვე მრავალჯერ არის ნათქვამი საზოგადოებაში, ეგრეთ წოდებული მოლეკულური ნაკრატლების, ანუ ფერმენტების მეშვეობით ხდება დნმ-ის მონაკვეთის მოჭრა და მისი გადატანა შემდეგ ორგანიზმში, რომელმაც ის უნდა მიიღოს. ასევე წარმოქმნილია, როგორც თქვენ ხედავთ, ინსულინი, იმიტომ რომ ინსულინი მაინც რჩება მეტნაკლებად კლასიკურ მაგალითად ბიოტექნოლოგიის გამოყენების მედიცინაში. და შემდეგ სლაიდზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დღევანდელ დღეს უკვე სუფთა გენი ინჟინერიის პროდუქტია. კი, ინსულინი, რომელსაც ვიღებთ, დღეს უკვე არის ადამიანის მიერ სინთეზირებული ინსულინის ზუსტად იდენტური, განსხვავებით ჩვენი ახლო წარსულისაგან. როდესაც საქონლისგან გამოყოფილი ინსულინი იყო წარმოებაში და რა თქმა უნდა ამას ჰქონდა მაშინ გარკვეული გვერდითი ეფექტებიც, როგორც არის ალერგიული რეაქციები, ნაკლები ეფექტურობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის 100% ადამიანის მოლეკულა, ანუ ადამიანის მიერ სინთეზირებული ინსულინი. დღევანდელობაში მსგავსი პრობლემები აღარ გვხვდება, რადგან არსებობენ ბაქტერიები, E. coli-ის ბაქტერია, რომელიც შეიცავს DNM-ის, ჩვენი DNM-ის ნაწილს, გენს, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის სინთეზზე და სინთეზირებენ მსგავსი გზით ინსულინს. ეტაპობრივად თუ შევხედავთ სქემაზე, ინგლისურადაა წარმოდგენილი და შეგიძლიათ მივყვეთ თქვენს, ანუ თავდაპირველად ადამიანის უჯრედში ხდება გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის სინთეზზე, შემდეგ არსებული გენის ტრანსფერი პლაზმიდში, ბაქტერიის პლაზმიდში, ამ შემთხვევაში E. coli-ია ამორჩეული როგორც მიმღებ ორგანიზმად და მოდიფიცირებული ბაქტერიის პლაზმიდი უკვე ფლობს ინფორმაციას ჩვენი ინსულინის სინთეზის შესახებ. შემდგომ ბაქტერიების კოლონიების მიღება რეალურად საკმაოდ მარტივია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ბაქტერიებს შორის ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მექანიზმია ინფორმაციის მიმოწვლის და ტრანსფორმაციის მეშვეობით, ბაქტერიული ტრანსფორმაციის მეშვეობით, ყველა ბაქტერია რეალურად, რომელიც ერთ კოლონიაშია, ყველა მიიღებს ამ გენს. ანუ ეგა რომ დავაზუსტოთ, ესე იგი, თუ ეს სწორედაც გავიგე რა. ფაქტიურად ბაქტერია ჩვენთვის გახდა როგორც ინსტრუმენტი, ხო? რომელზედაც მოქმედებთ, აი ძალიან პირობითად რო ვიძახი და ბოლოში ჩვენი ინსულინის პროდუქცია ეს არის რაღაც ბაქტერიების ფერმა. კი. ეს საინტერესო არის, სხვათა შორის კოსმოსურ ბიოლოგიასთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ბაქტერია აღმოჩნდა ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა გამრავლებაში, ასე ვთქვათ, ამ პროდუქციის ან ამ შემთხვევაში წამს, რა. არა რაღაცა რთული, რაღაც ხემცენარე თუ მუხა უზარმაზარი რა. აი ეს ერთუჯრედიანი, ასე ვთქვათ, ორგანიზმი ზოგჯერ უფრო ეფექტური არის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, რატო იცი რომ ბავშვები ამ პატარა ორგანიზმებს ვერ ამჩნევენ. რაღაცა ცუგოს ხელა თუ არ არის, ან აკვარიუმის თევზში თუ არ დაცურავს, ხო? აი ბიოლოგიის გაკეთება ესე თითქოს ვერ აღიქვავენ და ამ დროს ეს მიკროსამყარო და მისი აღქმა თუ სწორედ არის მიტანილი ბავშვებთან, ეს არის მთელი სამყარო, აბა ამან ჩავგვაგდო შავ დღეში, ხო? როცა პანდემია და ყველაფერი დაიწყეს. კი ბატონო. კი, ნამდვილად უამრავი ბენეფიტი აქვს ბაქტერიას, სწრაფად მრავლდება, დიდი ადგილი აღჭირდება და ასე შემდეგ. და საბოლოოდ ბაქტერიების სრული კოლონია, რომელიც ყველა ფლობს უკვე DNM-ის სინთეზს კი ჩვენს კი აი სტაფილოსფერი მცირე ხაზი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ინსულინის სინთეზზე, აწარმოებენ ინსულინს. შემდეგ რა თქმა უნდა უკვე ქიმიური ნაწილია, რაც შეეხება გამოყოფას და გაწმენდას. მსგავსი გზით მიღებული ინსულინი 100%-ით სუფთაა და ზუსტად შეესაბამება ადამიანის მიერ სინთეზირებულ ინსულინს. შესაბამისად, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი დიაბეტის პირველი ჯგუფის პაციენტებში ინსულინის ადმინისტრირება და მათი მკურნალობა, იმიტომ რომ იდენტურია იმის, რაც რეალურად სინთეზირებული შემთხვევაში მე მახსოვდა რომ ვიღაცას ინსულინი აღმოჩნდებოდა, ეს უზარმაზარი ტრაგედია.
დღევანდელ დღეს აგერ ერთ-ერთი მოკლედ ამჟამად პატარა ბავშვებსაც ისურვილი აქვს, მთელი ხანი ცხოვრობენ და ფათაშორის ოჯახსაწყლიან ბავშვებსაც აჩენენ და სულფასოვნად ცხოვრობენ. განსაკუთრებით თუ პირველ ჯგუფს ავსაუბროთ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი, ახლა ხედავთ მეორე მაგალითს, მეორე მაგალითიც გაჩვენებთ, იმიტომ რომ ეს არის განსხვავებული სრულებით პირველისგან, მაგრამ აქაც იგივე როლზე ვსაუბრობთ, რა დამშრომლობა შეიძლება მივცეთ მედიცინაში, ბიოტექნოლოგიას. ამ შემთხვევაში ცილა ანტითრომბინის სინთეზია, ესეც ერთ-ერთი დაავადების, იშვიათი გენეტიკური დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს. და ანტითრომბინი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რათა ავირიდოთ თრომბოზის განვითარება. ეტაპებია ისევ მოცემული, განსხვავებით ბაქტერიისა, ამ შემთხვევაში ცოცხალ ორგანიზმად გამოიყენება თხა, დნმ-ის იდენტიფიცირება ხდება ადამიანის ორგანიზმში, შესაბამისი გენის პოვნა, რომელიც პასუხისმგებელია ანტითრომბინის ცილის სინთეზე. ამ გენის მონაკვეთის, ამ გენის რეალურად, ანუ დნმ-ის მონაკვეთის გადატანა ხდება შემდეგ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თხის ყურის უჯრედებში. იმისათვის, რომ გადატანა მოხდეს ინფორმაციის, რა თქმა უნდა, გვჭირდება გარკვეული მექანიკური ჩარევა. ამ შემთხვევაში მექანიკური ჩარევა ეს არის ელექტრული, ანუ ელექტრული მუხტის მეშვეობით ხდება მემბრანის გარღვევა და მასში დნმ-ის ახალი მონაკვეთის შეტანა, რომელიც თხის ბირთვში არსებულ, ანუ თხის დნმ-ში ინტერლოკაცია მოხდება, ანუ მისი ჩაჯდომა. შემდგომ არსებული ბირთვის, გენმოდიფიცირებული ბირთვის გადატანა ხდება ოვოციტებში და ისევ ელექტრული მუხტის გამოყენება, რომ ეს ყველაფერი ასე წარიმართოს, რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი არ არის, ანუ ისე როგორც ხედავთ მეხუთე ეტაპზე ელექტრულ იმპულსებს ვიყენებთ, რათა ეს გენმოდიფიცირებული ბირთვი გადავიდეს ოვოციტში. შემდგომ ამ განაყოფიერებული კვარცხლბურთის უკვე გადატანა ხდება თხაში, რომელიც იქნება როგორც სუროგატი დედის როლში და როგორც ფერი რო შეიცვალა, ის უკვე გენმოდიფიცირებულია. ამ შემთხვევაში ფერის ცვლილება რეალურად, რა თქმა უნდა, არანაირი ფერის ცვლილება არ ხდება. და ხედავთ სიმბოლურად კი ხედავთ თხას, რომელიც აწარმოებს ცილას მის რძეში. იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ოდენობით ანტითრომბინი, რეალურად 6 თვის როგორც კი გახდება თხა, მაშინათვე უშვებენ ჰორმონებს, იმისთვის, რომ მასტიმულირებელი ეფექტი იქონდეს და უფრო მეტი რძე აწარმოოს. მიღებული რძიდან უკვე გამოიყოფა ისევ და ისევ ქიმიური სხვადასხვა მეთოდებით ანტითრომბინი, ანუ მისი დალექვა ხდება, რომ წარმოვიდგინოთ, გამოყოფა, გასუფთავება და როგორც მედიკამენტი უკვე რეალიზაცია. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გზით ანტითრომბინის სინთეზი, იმიტომ რომ ხშირად გამოიყენება, თუნდაც ქირურგიული ჩარევის დროს და ასევე ადმინისტრირება ხდება იმ ადამიანებში, ვისაც არ შეუძლიათ მისი სინთეზი, რათა ავიცილოთ თრომბოზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ქირურგიული ჩარევის ან თუნდაც მშობიარობის მომენტში, მაგალითად, მნიშვნელოვანესი პრეპარატია დღევანდელ, ასე ვთქვათ, მედიცინაში. და ეგ აიცი რა, მე მაქვს ეს წინადადება, პერიოდულად კოლეგებო, თუ ვინმეს თვითონ პროცესში რაღაცა შეკითხვა ექნება, ჩვენ შეგვიძლია დავაპაუზოთ, რაღაცაზე ვისაუბროთ, უფრო დეტალურად გავარჩიოთ, მერე გავაგრძელოთ და ამიტომ მე რაღაც მომენტში ესე გადმოვალ ხოლმე ეკრანზე, რომ დავინახო იმას ხელი ხო არ აქვს აწეული, ხო? ან ჩატში რამე კითხვა ხო არ არის მოცემული და მერე გავაგრძელოთ ისევ ჩვენი საუბარი, ხო? კი ბატონო, ეხლა ჯერჯერობით ესე იგი არავის არ აქვს შეკითხვა. მოდით მაშინ გავაგრძელოთ, ჩვენ გადავდივართ ეხლა უკვე აგრონომიაში, ანუ მემცენარეობაში ფაქტიურად გენმოდიფიცირებას. აქ მე მგონი საერთოდ თუ საერთოდ უკვე შესაძლებელი არის სადმე საკვები ისეთი იპოვო არაგენმოდიფიცირებული, მე მაგალითად ამაზე მაქვს კითხვები. ხო, აბა რას გეტყვი? აბა აქ რა სიტუაცია არის? აქაც ერთი კონკრეტული მაგალითი მაქვს მოცემული, ეს არის სიმინდი, რომელიც თავად აწარმოებს ინსექტიციდს, ანუ მწერების საწინააღმდეგო მოლეკულას და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ მისი არსებული მცენარის უპირატესობა არის ის, რომ ადამიანს უკვე აგრონომს აღარ აქვს საჭიროება გამოიყენოს სხვა პესტიციდი. მოწამლავების გარეშე ისდება ეს. ანუ ამ მხრივ მართლა დადებითია, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს ამ ეს გენი ექნება თუ პესტიციდი. რეალურად პესტიციდი კიდევ უარესია, იმიტომ რომ ვიცით უამრავი პესტიციდი პირდაპირ აჩენს სიმსივნეებს.
ინსექტიციდის წარმოება როგორ ხდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიერ ამ შემთხვევაში. პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის ისე და ისე გენის იდენტიფიცირება. ამ შემთხვევაში აღნიშნული გენი ნაპოვნია ბაქტერიაში, რომელსაც ქვია Bacillus thuringiensis. ინსექტიციდი, რომელიც არის წარმოებული, ეს მოლეკულა არის დელტა ენდოტოქსინი. და მავნებელი, რომლის წინააღმდეგაც აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა, ეს არის Ostrinia nubilaris. საქართველოში სიმართლეობით არ მაქვს ინფორმაცია ეს მავნებელი რამდენად აქტიურია, მაგრამ ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მაგრამ აქაც ხო? აქაც ისევ ესენი ბაქტერიები გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი სიმინდის შემთხვევაში. აი ადამიანთან იქაც გასაგებია, მაგრამ აქაც ესე იგი ისე ხო რა ქვია, სიმინდის შემთხვევაში ბაქტერია. ანუ პირველ რიგში ვახდეთ გენის იდენტიფიცირებას, იდენტიფიცირების შემდგომ გადატანა ბაქტერიის პლაზმიდში. ბაქტერია ძირითად შემთხვევაში არის იკოლი, მაგრამ რა თქმა უნდა კონკრეტული მანიპულაციიდან გამომდინარე შეიძლება მისი ცვლილება, შეიძლება კი არა ხშირად ვალდებულიც არ მიგდები. რას ვაკეთებთ, რა მნიშვნელობა აქვს და რას ვველით, ანუ რა შედეგზე გვინდა გავდგეთ. არსებული ბაქტერია გამოიყენება შემდგომ როგორც ვექტორი, ანუ გადამტანი ინფორმაციის და რატომ? იმიტომ რომ როგორც ვიცით, ბაქტერიებს აქვთ ძალიან კარგი უნარი უჯრედის ინფიცირების. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ინფიცირება არ ხდება, იმიტომ რომ ეს ბაქტერია არის გენმოდიფიცირებული, ანუ ატარებს მხოლოდ ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას და იჭრება ისე ეს ბაქტერია უკვე გენური ინჟინერიის პროდუქტი არის, იმიტომ რომ გამოწვია უარყოფითი და ის თვისებას რომ დაავადოს ვიღაცა ეხლა კარგი თვისებები დაავადებს, ესე არის გამოყენებული. კი, არ დაგვრჩა. ეს ჯერ გამოყენებული. და როგორც ხედავთ, ეს ვექტორი, ანუ არის მოდიფიცირებული ბაქტერია, უნდა არის მოთავსებული შემდეგ მცენარეულ უჯრედთან, რაც ამოხდეს არსებული დნმ-ის გადატანა მცენარეულ უჯრედში. იმისათვის შემდგომ მოვახერხოთ უჯრედების მცენარეული უჯრედის, რა თქმა უნდა, სელექცია. არსებული უჯრედები თავსდებიან სპეციალურ გარემოში. ამ შემთხვევაში მარტივი მისახვედრია, რას ნიშნავს სპეციალური გარემო. ეს არის გარემო, სადაც არის ჩვენი კონკრეტული მავნებელი Ostrinia nubilaris, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ის უჯრედები გადარჩებიან, რომელთაც აქვთ არსებული გენი პესტიციდი. ანუ იმ სინთეზი, რომელიც კლავს არსებულ მავნებელს. გადარჩენილი უჯრედებისგან შემდეგ ხდება მათი კლონირება, კულტივაცია, აღმოცენება მცენარის. აღმოცენების შემდეგ არსებული აღმონაცენის ქოთანში გადატანა, რათა უფრო მეტად მოძლიერდეს ჩვენი მცენარე და მოძლიერების შემდგომ უკვე მდელოზე გადარგვა, რათა მოხდეს დაკვირვება და შეფასება, რამდენად ეფექტურია. აქტიურად პრინციპში ასაჩემოები ხო, აი როგორც ტექნოლოგიურად არ ვიცი ეს რობოტებს რო აწყობენ, ან რაღაცა კარგ მანქანებს, ხო? კი, ანუ ბიოლოგიაში ზუსტად ისეთივე ციკლები არის აწყობილი იმისათვის, რომ მიიღო რაღაცა პროდუქტი, რომლითაც აი რაღაცა კარგი მოსავალი მოდის, რაღაცა შიმშილის პრობლემა დაიძლიოს, თქვათ, ადამიანის სასარგებლო იყოს და ასე შემდეგ. ანუ ამის გარეშე ფაქტიურად თანამედროვე სოფლის მეურნეობა კი არსებობს ახლა ვიწრო მიმართულებები აი ამ ეკოლოგიური და მწვანე და ხო რაღაც ის რო არის, მაგრამ აი რასაც ქვია ის ტონობით მოსავალი, რაც მოდის თელ სოფლიოში და ხალხი ნერვიულობს, რომ სადღაც შიმშილობა არ დაიწყოს და ადამიანებმა ყველა მინიმალური საკვები მიიღოს, ამ ტექნოლოგიებზე არის დაფუძნებული. კი. მიუხედავად კლასიკური სელექციისა, კი გენმოდიფიცირება, ანუ ეს უკვე აღნიშნულია ესე კაცობრიობა. კიდევ ერთი მაგალითი აგრონომიის შემთხვევაზე, ეს არის ხორბალი, მნიშვნელოვანი პროდუქტი მთელი მსოფლიოსათვის. ძირითადი პროდუქტი საკვების ეს არის ფაქტია. და როგორ შეიძლება შევქმნათ ხორბალი, რომელიც იქნება მდგრადი სიმშრალის გვალვისადმი. გვარმა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა ჩვენი მსოფლიოსი კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით უკვე ზოგიერთი რეგიონისთვის და ამიტომ უკვე დამუშავდა რამდენიმე მეთოდი, შეიქმნა სხვადასხვა პოპულაციები, რომლებიც გამოცდას გადიან. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიცაც უკვე ხედავთ
არის რეალურად აპრობირებული, ანუ მისი აქტიურობა და მომგებიანობა უკვე დადგენილია. არსებულ შემთხვევაში დონორს წარმოადგენს მზესუმზირა, ანუ მზესუმზირაში, რაც ნიშნავს, რომ მზესუმზირაში მოიძებნა გენი, რომელიც მას ანიჭებს იმდგრადობას გვალვისადმი. აღნიშნული გენის გადატანა მოხდა შემდგომ ფორმაში, ანუ ფორმის რომელიმე უჯრედში მისი კულტივაცია, აღმოცენება და იგივე სულაძე ის HBO-4 რო აწერი, ეს არის ეს არის გვალვისადმი მდგრადი კი, ანუ სინთეზი. მეორე სურათი რას ბაშუკა? მეორე იქაც იქი არის, აი ეს გადაობა ოღონდ სხვა სცენარიზეა. ხო. ზოგადად რო დადგინდეს არსებული ცილა რამდენად განსაზღვრავს გვალვისადმი მდგრადობას. ხო, ნუ ფაქტია, რომ როდესაც ის ცილა სინთეზირებული ორგანიზმის მიერ უფრო მეტად შეუძლია აიტანოს წყლის ნაკლებობა, ვიდრე სტანდარტულ პირობებში, თუ კი მისთვის ეს მახასიათებელი არ არის ბუნებრივი. და ეს არის ფინალური საფო, ჩვენი სანამ გაკვეთილზე გადავალთ. კი, ეს არის ფინალური ეტაპი, მსოფლიოს გამოსაკვებად. ანუ ამ პრობლემის კი, როგორ რა შეგვიძლია, მეც ისე კი სანამ ვიცოდი, რომ შენ ამას ამზადებდი, შევიხედე ინტერნეტში და აღმოვაჩინე, რომ ნატურალური, ანუ ეს ნატურალური ბრინჯი არის, მაგრამ მთელი დღევანდელი ბრინჯი არის აბსოლუტურად გენმოდიფიცირებული და გენეტიკური ინჟინერიის პროდუქტი. ვერც ერთი ვერ ვნახე ვერსად წყაროებში, რომ რომელიმე ბრინჯი მაინც არ ვიცი, შეიძლება სადღაც იაპონიის ოფერში ჩახვალ, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს იმას, მაგრამ რასაც კი მაღაზიაში ჩვენ ვყიდულობთ, მათ შორის საქართველოში. თუ არის ამ ტექნოლოგიით მიღებული და ესე იგი ეს რა ტექნოლოგია არის? ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, ოქროსფერი ბრინჯის სახელწოდებით ცნობილი თავისი ფერიდან გამომდინარე. იდეა ოქროსფერი ბრინჯის მიღების ეს უკავშირდება უფრო მეტად რეალურად აფრიკის ქვეყნებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ოდენობით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აღენიშნება ა ვიტამინის ნაკლებობა. და იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაეჭრათ, შეიქმნა ბრინჯი, რომელიც ასინთეზირებს ბეტა-კაროტენს და როგორც იცით, პირდაპირ კავშირშია ანუ პროვიტამინ A-ს, ბეტა-კაროტენს და შესაბამისად ვიტამინ A-ს. ანალოგიას ვსაუბრობთ ახლა ჩვენ როგორ ჩვენ მთიანეთში იოდის ნაკლებობა იყო, ხო? კი. და ჩვენ რო შევქმნათ რაღაცა ტიპის ნივთიერებას, უბრალოდ კარტოფილი აი მაგნიტია შევიტანოთ. არამედ ხო თვითონ ორგანული პროდუქტი შევხვდათ, მცენარე ისეთი, რომელიც ჩვენში შემოიტანს იმ განაწილებას. კი ბატონო. კი, შესაძლებელია, ანუ ვიტამინი A-ს მასინთეზირებელი გენი ნაპოვნია რამდენიმე, რეალურად ამ შემთხვევაში არის რამდენიმე დონორი, არ არის ერთი დონორი. აქ მაგალითად თქვენ ხედავთ ორ დონორს, მაგრამ რეალურად 4 სხვადასხვა ორგანიზმიდან შეიძლება ავიღოთ არსებული ინფორმაცია. ერთ-ერთი დონორი ეს არის ნარცისი, ანუ ყვავილი, მეორე არის ბაქტერია, რომელსაც ქვია ერვინია ურედოვორა. და არსებული იდენტიფიცირებული გენის გადატანა ხდება ისევ და ისევ ბაქტერიაში, ანუ ბაქტერიის პლაზმიდში ხდება მისი მოთავსება. ბუდიშით არასწორად შევხედე. ანუ აქ არის მაგალითი, როდესაც ბაქტერიიდან გამოყოფენ ამ გენს და არა მცენარიდან. ან ბაქტერიიდან შეხდება იდენტიფიკაცია, გენის გამოყოფა, ისე და ისევ გადატანა ბრინჯის მცენარეულ უჯრედში, ანუ არსებული უჯრედების სელექცია, კლონირება და წარმოება. ანუ რეალურად გავდივართ თითქმის მუდმივად ერთი და იგივე ეტაპებს. ტექნოლოგიურად არის უბრალოდ სხვადასხვანაირი. მცირე ცვლილებებით. და ამ შემთხვევაშიც მიიღება ბრინჯი, რომელსაც აქვს შეცვლილი ფერი და ამავდროულად რომელიც ასინთეზირებს ბეტა-კაროტენს, ანუ პროვიტამინ A-ს. იმისთვის რომ ვებრძოლოთ ვიტამინი A-ს ნაკლებობას მოსახლეობაში. პრინციპში ეს არის ბოლო მაგალითი, რომელიც შენ მოიყვენე, ხო? აქ მოდი ცოტა ხანი ახლა დავაპაუზოთ და ვთქვათ რა გვინდა ჩვენ შემდეგი შევთავაზოთ ხო ჩვენ კოლეგებს რა. ესე იგი ჯერ რამე კოლეგებო, რამე შეკითხვა ხო არის თვითონ აი ამ პროცესებთან და აი ამ საოცარ ინჟინერიასთან დაკავშირებით. ხომარები. იმიტომ რომ პარალელურად საერთოდ თქვენ მოიფიქრებთ აი მე თუ აიწევს ხელს კითხვასთან დაკავშირებით, ვიტყვი რომ შემდეგ მე შენ გთხოვე რომ გეჩვენებინა გაკვეთილი, რომელსაც შენ ატარებ, ხო? შენ მოსწავლეებთან და შესაბამისად, ესე იგი, ეს შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ კლასში, რომ ბავშვებმა კარგად გაიგონ, რა ქვია, манипуляციები, ამავე დროს გამოიყენონ რაღაც
სივრცე, თქვათ, მაგათ გვერდები, სადაც ინტერაქტიული რაღაც გარკვეული კვლევა შეიძლება ჩაატარონ, ასევე მათ შორის რაღაც ხელითაც იხალისონ ესეთი ხელით გასაკეთებელი აქტივობა რო იყოს. იმიტომ რომ პრინციპში ხო ცდილობა, რა ვიცი, ჩემი თხოვნაც ესეთი იყო მართლებითად კოლეგებო ეკასთან, რომ რაც ჩვენ მოგვაქვს თქვენთან, ხო? აი ცდილობ დავინახოთ მერე მასთან დაკავშირებული რაღაცა პატარა ნაწილი ან რაიმე პრინციპი ან კონცეფცია როგორ შეიძლება გადავიდეს საგაკვეთილო პროცესში, რომ ბავშვებისათვის ეს უფრო საინტერესო გახდეს. მე როგორ ვხდები, ჯერჯერობით შეკითხვები არა გვაქვს. მაშინ დავაგრძელოთ ისევ ჩვენი ჩვენება. მაშინ მე გადავალ ესე იგი უკვე შენი სასწავლო რესურსის გაზიარებაზე, ხო? აი ისევ გავაზიარებ თელ ვაცრავად. თელ ეკრანს გავაზიარებ. გაზიარდა. მოდი ეს ჩავხუროთ, ხო? და გადავიდეთ, აი ეს არის შეისაბამისო ფურცელი. მოდი მე ცოტათი ამას ჩვენ პრინციპში ავტვირთავთ, ხო? და მაშინ მე არ დავიწყებ მის მასე რა ქვია. აი სულ ცოტათი გავაკეთებ ეს. აი ესე გავაკეთებ, კარგი? ესე იგი ეს უკვე აქტივობა არის, ხო? კი, ეს არის აქტივობა, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთ ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითზე, სცენარის მიერ ინსექტიციდის წარმოებაზე. Როგორც უკვე ვნახეთ, არსებობს გენი, რომელიც გამოყოფილია ბაქტერიისგან და ეს ამ გენის გადატანა ხდება მცენარეულ უჯრედში. არსებული აქტივობით მოსწავლეებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად ნახავენ თუ რა სიგრძის არის რეალურად, ანუ რამხელა მოცულობა უკავია ერთ გენს, რომელსაც ძალიან მარტივად ვამბობთ, ესე ბეტა გენი მაგალითად, და ამავდროულად ნახავენ იმ ბაზებს, რომელსაც დღეს აქტიურად გამოიყენებენ მეცნიერებები დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის მოსაძებნად, ახალი სახეობების დასარეგისტრირებლად თუ არსებული სახეობის მოსაძებნად ამავდროულად. მოდი რა ვქნათ, იცი? მე ვიქნები წარმოიდგინე შენი კოლეგა, ვისაც შენ უხსნე და გავაკეთებ, ასე ვთქვათ, აი ახლა იგივეს რაც სიტყვაზე ვთქვათ შეიძლება გაკვეთილზე გაკეთდეს, ხო? აი მაგალითად აქ პირველ რიგში მე უნდა მოვძებნო აი ეს გენი, ხო? აი ეს მოვნიშნე ახლა CRIY ეს ერთი AC sequence დავაკოპირე, ხო? აი დავაკოპირებ და მე გადავდივარ აი ამ გვერდზე, ხო? აი ვაჭერ ახლა გადავდივარ ამ გვერდზე, ეს არის ძალიან საინტერესო გვერდი, აი გამოვიდა ეს გვერდი. ხო, აი ეს არის ესე იგი, ნახეთ, ეს არის ბიბლიოთეკა წარმოიდგინე, ესე იგი, გენის, ხო? აი აქ არის შერჩეული, ესე იგი, ნუკლეოდი და აი ამ ადგილას საძიებო სისტემაში მე ვსვავ, აი ფეის ვაჭრე, აი ჩემ გენს და ვაძლევ ბრძანებას მოძებს, ხო? წერს ვაძლევ, აბა შევხედოთ რას იზამს ახლა ჩვენი ეს ბიბლიოთეკა. ეძებს და აი გადაგვიყვანა აქ. აჰა, ნახე მოძებნა 1-20, მოკლედ ბევრი მოძებნა რა. ჩვენ რომელი გვინდა? მითითებული ნახ შემდეგ რომ აი მითითებული ნახოთ ერთი წამით გადავალ ახლა. აი აქ არის, ხო? აქ გადავდივარ, აბა ნახოთ. აი ეს სრული ნუკლეოტიდები თანმიმდევრობა ნომერი 2. კი. მაგრამ მოდი ეცოთ ესე იგი დავბრუნდეთ, აი რაღაც საოცარ გვერდზე რომ ავდივართ აქ, აი ეს უნდა გავხსნათ? კი. რატო პირველი არა? პირველი არის ნაწილობრივი დნმ. ხო და აი აქ აქვს ესე იგი ეს გვინდა ჩვენი მეორე, ხო? კი. კარგი. დავაჭერ ახლა მე ამას, აბა შევხედოთ ახლა. ნახოთ გენის შესახებ სრული ინფორმაცია. და როგორც კი, აქ არის მე რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვის მიერ არის. არის დეტალური, სუპერ მეცნიერული, ესე მოჩანს ეს ინფორმაცია, მაგრამ მე შემიძლია გადავიდე უფრო ისეთ გრაფიკს. აი სადაც ფასტა წერია. დააჭირეთ. ხო, იქ პირობებში როგორ ეწერა ფასტაში, შევდივარ ფასტაში. აი ეს არის ჩვენი გენი. არ გადავიდე, ეს ერთი გენი არის? სრულად, კი. უიმედეთ. ესე იგი, აი აქედან იწყება და აი ამდენი 100, რეალურად ამდენი 410 არის, ხო დაწერილი? კი. ამბანივით არის რა. აი ეს სულ ყველაფერი, აი ეს რომ მოვნიშნო, აი ეს ხო არა, პირველი ფაზი არის. აი ეს რომ მე ახლა მოვნიშნო, ესე მთლიანად, ხო? ეს არის ერთი გენი. ეს არის წარმოიდგინეთ ერთი გენი, რა მაგარია. და ესეთი ჩვენ ორგანიზმში არის, რა ვიცი, 1000-ზე. 22,000.
22,000 წარმოიდგინე. კაი, ეხლა მე ვიპოვე ეს გემი. ესე იგი, რა პირობა არის, მაცადეობა გადავიდეთ ჩვენ პირობაში შემდეგი ვნახეთ, ხო? ეს უნდა დავაკოპიროთ, მთლიანად დავაკოპირო და Word-ის დოკუმენტში გადმოვიტანო. შემდეგ გავხსნით საიტს, გასაგებია. კი ბატონო, კარგი, გადმოვდივარ ახლა. ესე იგი, ვაკოპირებ მთლიანად, ხო? აი ესე მოვდივარ. ვაკოპირებ ამასაც. ეხლა უნდა გავხსნათ მეორე საიტი. ეხლა გადავდივარ მეორე საიტზე. აი ეს არის მეორე საიტი. აი კი ბატონო, გადავიდეთ მეორე საიტზე. Так, წელი აღწერაშიც რომ მიკროტით გვასწრებთ დავირჩიოთ. ეს უნდა ავირჩიოთ, ხო? ვირჩევთ აი ამას. და აი აქ წერთ. ხო. აქ ბევრი ინფორმაცია არის, მაგრამ ესენი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვეხება. შეიძლება ეს დეტალურად დავიც ბავშვებმა და კოლეგებმა გაარჩიათ. ესე იგი, paste ვაძლევთ და შემდეგ და ჩამოვდივართ ქვემოთ და ვაძლევთ ბრძანებას blast-ს. როგორც search. ხო, როგორც ძიებას ისეთ იმას ვეძებთ და ძიების პროცესში ამ ეხლა შემთხვევაში ძიების პროცესში არის. მინდა გითხრათ, რომ ანუ ფაქტიურად ეს ტექნოლოგიები რო არ განვითარებულიყო, ჩვენც ვერ აღვე. და აი ჩვენ ხედავთ აი ამ ბაცილებს, ხო? კი, ხედავთ ორგანიზმები, ორგანიზმების ჩამონაცვალი ფაზაში და შეიცავს ამ დნმ-ს. შეიცავს ამ დნმ-ს. მაგრამ ჩვენ ხო, რა გვაინტერესებს აქედან? გვაინტერესებს რამდენი ნუკლეოტიდის შედგება არსებული გენი, ვთქვათ და ხო, აი რამდენი ნუკლეოტიდი, ჩვენ რამდენი ნუკლეოტიდი შედგება, რომელიც იქ გვერდზე, აი ამ query links, აი ამითი უნდა მოვძებნოთ, ხო, სწორია, ხო? აბა წავიდეთ. აი, query links 3527. ესე იგი 3527 რა არის? ნუკლეოტიდი არსებობს არსებულ გენში. მინდა გითხრა, რომ ამას საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე პრინციპში ადამიანი ვერ დაამუშავებთ ამ ინფორმაციას. ანუ ფაქტიურად ეხლა ჩვენ რასთანაც გვაქვს საქმე, ეს შესაძლებელი გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების და ინფორმატიკის განვითარების შემდეგ. თორემ წაკითხვა და ამ ხელა ინფორმაციის დამუშავება შეუძლებელი იქნებოდა. იცი რა, ბავშვებისთვის საინტერესო იქნება აი როგორ გამოიყურება აი ეს მეცნიერული კვლევის ნაბიჯები, ხო? და ეხლა აქ ერთი საინტერესო ის არის. მე რაღაც წინასწარ რო გავეცანი, აქ რაღაც საყვარელი პატარა აქტივობა იყო. ესე იგი, ჩვენ ვთქო, რომ 20 ნუკლეოტიდი უნდა შევარჩიოთ, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ მე ისევ მივდივარ აი აქ, ხო? სად არის, აგერ არის. და სიტყვა, ნუ მოდი პირველივე შევარჩიებ რა. აი აქ მოვნიშნავ, ეხლა არ ვიცი ამდენად 20 მოვნიშნავ თუ არა, მაგრამ ანუ აი ამ მონაკვეთს მოვნიშნავ რა სიტყვაზე, ხო? პატარა მონაკვეთს. მოდი გამოვიყენებ შენ პრეზენტაციას და საჩვენებლად პრეზენტაციის აი ამ გვერდზე, ხო? ჩავსვამ. ხო, აი ეს არის რაღაცა მონაკვეთი. ეხლა ჩვენ გვინდა რომ ამის საფუძველზე, ხო? აწყონ დნმ-ის მონაკვეთი. კი. და უნდა გამოვიყენოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი მძივები. ფერადი მძივები, დაგჭირდება 4 ფერის მძივი და კონტროლის არნაშები. მართული ან თუნდაც ძაფი, ციპატარა ალუმინის. ხო, ნუ ამ შემთხვევაში აქ ისეთი ამბავია, რომ ბავშვები უნდა მიხვდნენ ერთისაგან როგორ შექმნან მეორე ძაფი. კი, მეორე. დოსიამდე წვი. შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ თვითონ ნუკლეოტიდს, მაგალითად ადენის რა შეესაბამება, ქიმიის რა შეესაბამება. მაგრამ ხო, ძაფი ის არის. მინდა გითხრა, რომ ძალიან საყვარელი არის. მე მინახია როგორი აქტივობა, იცი რომ ბავშვები რაღაცა თავის თვისებას იღებენ და იმის პირობით ესეთ მას კნიან დნმ-ს და მე უყიდიათ ხოლმე როგორც სამკაულო. დაწყებით კლასებშიც კი ბავშვებს ესეთ აქტივობას აკეთებინებენ ხოლმე. ნუ რომ მიხვდნენ, რომ აი ესეთივე ფერადი რაღაცა ცილები ჩვენს უჯრედში არის რა. კარგი, მაგრამ ამით არ თავდება შენი აქტივობა, ხო? ჩვენ ჩავდივართ ქვემოთ და აქ უკვე ვიყენებთ აი ამ მექანიზმებს. ეხლა აქ რა ხდება? აქ რას ვაკეთებ? ანუ აქ გვექნება მოდელირების შესაძლებლობა, რომელიც არის პლაზმიდი, რომელიც არის რეალურად საკმაოდ მარტივი, ანუ პირველ რიგში რაც შეამჩნევენ მოსწავლეები, ეს იქნება ორი ორგანიზმი, რომელიც არის ბაქტერია, სადაც ახლა ხედავთ და ხოლმე არის მეორე სცენარიული კიდევ სხვადასხვა. ანუ ეს პლაზმიდი. კი. ხო? მოდი იცი რას გავაკეთებ? აბა მე გადავალ იმაზე, რა ქვია, ეკრანზე, ხო? და შენ გვაჩვენე ეგ უკვე ამოჭრილი რაც გაქვს, ხო? აი წინ გაქვს, ხო, ამოჭრილი, ხო?
ანუ აი ეს არის პლაზმიდი, კი როგორ არა, აი ეს დავიჭერთ, ესე ეს არის პლაზმიდი. ანუ ბაქტერია ეს არის ბაქტერია. და პლაზმიდი, რომელიც რეალურად არის კვაკუნდა და ინტეგრირებული. იმ პლაზმიდს აქვს იქ პატარა ნიშანი, ხო იმკენ? ის პლაზმიდს აქვს პატარა ნიშანი, რომელიც არის ეს კონკრეტული ჩვენთვის საინტერესო გენი. მოდი ესე ვთქვათ, ბავშვები პრინციპში ამას დამოუკიდებლად უნდა მიხდեն. შევაკეთებ, მაგრამ მანდ თავი რომ მიხდენ. ხო, თვით თავად მივხვდნენ და ამავდროულად გაიგონ რეალურად რა არის პლაზმიდი. ამავდროულად იდეა თუ რატო არ ჩავშვის პლაზმიდი არის ესეც, რომ გაითავისონ სხვადასხვა საშუალებით და იქიდან ამოწვა. არის ცირკულარული დნმ. კი, და შემდგომ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა კი ეს მცირე პატარა ნამცეცი, რაც გიჩანს. ანუ რეალურად მცირე ზოლი, რომელიც არის დოკუმენტში ჩადებული, უნდა აჩვენონ თუ როგორ მოხდება მისი ამოჭრა. როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა მაგალითში მისი ამოჭრისთვის გვესაჭიროება მოლეკულური მაკრატლები, ჩვენ არ გვაქვს ესეთერადად ეს პატარა მაკრატლები გამარჩენს და იმისთვის რომ მოსწავლეებმა ეს აჩვენა, შეუძლია გამოიყენონ მწევო, რათა მარტივად მოხდეს რეალურად ჩვენება და ამავდროულად გამოიყენა შენ გამწელი აქვს და ამაზე ვაჩვენებ ესე იგი სქემაზე, ანუ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ბაქტერიაზე ხდება ის რომ აქედან ჭრის, აი ამ პატარა წითელ მონაკვეთს, მე უკვე მიდის აქ. მის ამოსაჭრელად გვჭირდება მოლეკულური მაკრატლები, გვჭირდება რესტრიქტაზა. რესტრიქტაზა ეს არის ენზიმი, ანუ ფერმენტი. ეს მიაქვს. კი, ჰიდროლაზა, რომელიც ახდენს დნმ-ის შუა ნაწილში მის გახლეჩვას ჰიდროლიზის მეშვეობით. ანუ მოხდება რესტრიქტაზას პოზიციონირება იმ ადგილზე, სადაც ჩვენი გენია, შემდეგ მოლეკულური მაკრატლების, ვერა? მე ნახე როგორ არის, მაგრამ მე პრინციპში ეს აქ უნდა მიხსენ, აქ სად უნდა ჩასვან. კი, მოლეკულური მაკრატლების მიერ ამოჭრა ინფორმაციისთან, შემდეგ აი ზევით ვარ ბეტექი. აი აქ უნდა მიხსენ, რომ აი აქ უნდა ჩასვან, ხო, აი ეს პატარა ციფრი ფაზი, აი აქ უნდა დააწესო. მომწერ ეს სიმბოლურად ხო, ახლა ორი წვერია ნაშენები რომ ქრომოსომა კი ბატონო. და მოხდება უჯრედის გენმოდიფიცირება მსგავსი გზით. კი ბატონო, კარგი. ხო, აი ეს არის ესეთი აქტივობა. პრინციპში დავასრულეთ, შევკარეთ ჩვენ ციკლი, ხო? ხო. და ნუ შესაძლო ვარიანტები, რაც რა თქმა უნდა არ გვაქვს მოცემული, ეს არის დისკუსია, რაც საკმაოდ საინტერესოა რეალურად. ბავშვები მოიგზავნონ ინტერნეტში წავიდნენ, მონახონ რაღაცა საკუთარი და სხვადასხვა მოსაზრებებიც გაჩნდება, მითხრა რომ რაღაცა საშიშროებასთან დაკავშირებით დადებითი ისე. ვფიქრობ მაგასთვის რაღაც შეიძლება ერთი კვირაც მიეცეთ ბავშვებს და მე რომ ისეთი შევიდე. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა გითხრა რომ ეს გენ მოდიფიცირება ჯერ ერთი ის რომ ინჟინერია უკვე თვითონ ჩვენ პროდუქტში აი მაგიდაზე რომ ვაშლი გვიდებს, ხალი გვიდებს ამ ბრინჯის რა ვიცი, ფლავს რომ ჭამს, უკვე იქ არის შეღწეული. ამის გაცნობიერება არის ერთი. და მეორე არის რომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილების წინაშე დგას კაცობრიობა რა. თორემ მაღაზიებში წესით უნდა იყოს, ესე იგი, საქართველოში კანონმდებლობა არის მიღებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების და წესით მითითებული უნდა იყოს მაღაზიაში რომელი პროდუქტი ანუ უნდა სიძებე ეწევოს, ხო? რომელი არის თავისუფალი, ну GMO, GMOS ეძახიან ეს აღნიშნისაგან და რომელი არ არის და ხო, ну შენ თვითონ მიიღებ გადაწყვეტილებას ეს ხდება შენი საკვების ნაწილი თუ არ ხდება შენი საკვების ნაწილი. ფინანსური კუთხის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ევროპაში ბიო ძალიან ძვირადია ჩვენგან განსხვავებით. ხო, ბიოპროდუქტი სხვათა შორის დასაფასებელი არის ჩვენთან. მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ ჩვენთან სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერა მოხდეს ჩვენი ბიომეურნეობების და მათ რომ ესა ქვია შესაბამი შემოსავალი აიღონ, იმიტომ რომ სულ ბოლოში აი სანამ ვიტყვი რომ იქნებ ვინმეს შეკითხვა გქონდეს და კითხვებზე გავცეთ პასუხი, ნახე, მე ძალიან შემაშფოთა იმან რომ ამ ტიპის პროდუქტის გავრცელებამ მეურნეობაში იწვევს სახეობის მრავალფეროვნების შემცირებას. იმიტომ რომ რეალურად ეს პროდუქტები მრავლდება, შესაბამისად მათი ესე იგი დამტვერვის და გამოყენების განსაკუთრებით სცენარეებში უკვე ის მცენარეები, რომელიც ჩვენთან ენდემური არის, რომელიც მრავალფეროვნებას წარმოადგენს, თუ ისინი არ დავიცვით, ამათ შეიძლება ისინი პირობითად როთულად გააჩნდეს რა. ეგ უკვე სერიოზულად სტრატეგიულ თვალსაზრისით ეგ სახეობის მრავალფეროვნების შემცირება პრობლემურია. კოლეგებო, შეკითხვები ამე ხო არ გაგვიჩნდა?
თორე გავედით ჩვენ ბოლოში. აწეულ ხელს ჯერ ვერ ვხედავ. ხო, თუ შეკითხვები არ არის, ნუ მაშინ დავასრულოთ. მადლობა ეკარ მობილიზებული თემა, რა ვიცი, მე მგონია რომ ძალიან აქტუალური თემაა რა. ლუკას დიახ. ფაილების ამ ატვირთული პრეზენტაციის ჩამოტვირთვა ხო შეიძლება ჩვენთვის დავუშვათ რომ დავჭირდეთ და გამოვიყენოთ. როგორ არ შეიძლება ჩვენ იმედი გვაქვს რომ თითოეული ჩვენი ეს ატვირთული ფაილები აი მე გაჩვენეთ ხო კიდე ერთხელ რომ ისაუბრეთ აი მე გავაზიარებ როგორ გამოიყურება შეიძლება საერთო ეკრანს თუ გადავაქვთ ჩვენ სამუშაო ჯგუფში აი მაგალითად წინა შეხვედრაზე გამოყენებული ფაილები აი აქ არის ატვირთული ხო შეიძლება ჩემი ბრალი იყო და მოგეკითხებით. ხო არა ანუ ესენი არის არა რა პრობლემა არის მე გაჩვენებ ასევე ეს ფაილები აი აქ დაზიარებულ საქაღალდეშიც ესე იგი პარალელურად ფიქსირდება აი ესეც რომ ნახოთ აი აქ ხო ამიტომაც ჩვენ იმედი გვაქვს რომ მაგალითად ვისაც მოეწონება ხო ეს აქტივობა როგორც ბავშვებთან შეიტანოს და თუნდაც ეს პრეზენტაცია გამოიყენოს ასევე შეიძლება ეს გაკვეთილი მაგალითად ჩაატაროს ბიოლოგიაზე და მე გაავრცელოს კიდევაც ხო იგივე დისკუსია მოაწყონ და ასე შემდეგ. კი ბატონო, თქვენ სრული ხელმისაწვდომობა გაქვთ ჩვენ რესურსებთან. კი, გამიხარდება თუ ეს აქტივობები რო სხვაგანაც განხორციელდება. კიდე რამე სხვა შეკითხვა ხო არ არის კოლეგებო? თუ არ არის შეკითხვები, ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ მაშინ ესე იგი შეხვედრა. მადლობა ყველას რომ მიიღეთ მონაწილეობა, შეგვიძლია უკვე დავტოვოთ შეხვედრის ჯგუფი, მე გავთიშავ მაშინ ჩაწერას და შემდეგ ხუთშაბათ შევხვდებით. მათემატიკაზე არ იქნება. ბატონო? მათემატიკაზე როდის იქნება? იცით რა, რახან აი თქვენ დაასახელეთ მათემატიკა, მოდით ჩვენ მოვემზადებით მათემატიკაშიც. მართალია STEM-ში ძალიან გვიჭირს მათემატიკის მასწავლებლების შემოყვანა. შემოვლენ ხოლმე STEM-ში და მე ისევ ბრუნდებიან უკან მათემატიკაში, მაგრამ მე მოვემზადები, მე გავიკითხავ, მოვძებნი ჩემ კოლეგას მათემატიკაში და მოვემზადებით, ჩათვალეთ რომ თქვენი შეკვეთა მიღებული არის. ხაბატონო თეა, ხელი აწიეთ თქვენ, რა შეკითხვა გვაქვს, გისმენთ ხაბატონო თეა. ეხა ხაბატონ რუსუდანს აქვს ხელი აწეული. გისმენთ ხაბატონ რუსუდან. მოგესალმებით. ბატონ გავინა გითხოთ სამშაბათს არ გვექნება, ანუ შემდეგ ხუთშაბათს გვექნება, შემდეგი. არა, იცით როგორ არის? ამ სამშაბათს იყო დასვენება. ამიტომ ჯერჯერობით მარტის თვეში ჩვენ შევინარჩუნებთ ესეთ ტემპს, რომ სამშაბათობით იქნება ელექტროინჟინერია და ხუთშაბათობით ეს ვებინარები. და აი უკვე მარტის ბოლოსათვის ხო მე თუ გახსოვთ გარკვეული კითხვარიც ვიფიქრეთ რომ გავაკეთოთ ხო და რომ ესეთი გამოკითხვასავითად ჩავატაროთ ხوار გადავიდეთ კვირაში ერთ შეხვედრაზე. ვინაიდან ვიდეოები რჩება გადაღებული. ჯერჯერობით ამ ტემპს ვინარჩუნებთ და თან იმედი გვაქვს რომ ინფორმაცია ჩვენი ვებინარების შესახებ გავრცელდება და გარკვეული მასალა დაგროვდება. ასე რომ შემდეგ სამშაბათს ვებინარი იქნება ელექტროინჟინერიის. მადლობა. კი ბატონო. მადლობა ვებინარისთვის. კარგად ბრძანდებოდეს. წარმატებები. კარგად.